უფალი ჩაიტანიას მოძღვრება. თავი პირველი. რუპა გოსვამის დამოძღვრა. სანატანა გოსვამის უმცროსი ძმა შრილა რუპა გოსვამი თავის უმცროს ძმა ვალაბჰასთან ერთად გაემგზავრა პრაიაგაში, დღევანდელი ალაჰაბადი. როდესაც ძმებმა შეიტყვეს, რომ უფალი შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ პრაიაგაში იყო გაჩერებული, ორივეს გაუხარდა და უფლის სანახავად გაეშურნენ. ამ დროს უფალი ტაძარ ბინდუმადჰავისკენ მიემართებოდა. იგი გალობითა და ცეკვით მიდიოდა ტაძრისაკენ და ათასობით ადამიანი მიჰყვებოდა მას. ზოგი ტიროდა, ზოგი იცინოდა, ზოგი ცეკვავდა, ზოგი მღეროდა, ზოგი მიწაზე ეცემოდა და ქედს უხვრიდა უფალს. ყოველი მათგანი კრიშნას წმინდა სახელს გასძახოდა. ამბობენ, რომ თუმცა პრაიაგი მდინარე განგისა და იამუნას შეერთების ადგილას იმყოფება, იქ წყალდიდობა არასოდეს მომხდარა ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს გამოჩენამდე, რომელმაც ქალაქი კრიშნას სიყვარულით დატბორა. ორი ძმა, რუპა გოსვამი და ვალაბჰა მოშორებით იდგნენ და იქედან შეჰყურებდნენ ხალხსა და ამ საოცარ სანახაობას. ცეკვისას უფალი ხელებს აღმართავდა და შესძახოდა ჰარი ბოლ, ჰარი ბოლ. გარშემო მყოფი ხალხი განცვიფრებაში იყო მოსული მისი საოცარი ქმედებების გამო. ტაძარში სტუმრობის შემდეგ უფალმა დეკანელი სამხრეთელი ბრაჰმანის სახლში პრასადი მიირთვა. ბრაჰმანის სახლში ყოფნისას უფალს რუპა გოსვამი და ვალაბჰა ესტუმრდნენ. ძმების შორიდან დაემხნენ მიწაზე, რათა თაყვანი ეცათ უფლისათვის და წმინდა წერილებიდან არაერთი სანსკრიტული ლექსი იგალობეს. როდესაც უფალმა იხილა, რომ რუპა გოსვამი თაყვანს სცემდა, ძლიერ ესიამონა და ადგომას თხოვა. შემდეგ უფალმა რუპა გოსვამის ამცნო, რომ მას კრიშნას უმიზეზო წყალობა ჰქონდა მიღებული, რადგან კრიშნამ ესეც იყო გამოიხსნა იგი მატერიალისტური ცხოვრებიდან, რომელიც მხოლოდ ფულზეა დამყარებული. უფალმა ორივე ძმა თავის ერთგულებად სცნო და მოიყვანა ლექსი წმინდა წერილებიდან, რომელშიც ნათქვამია, რომ ბრაჰმანი, რომელმაც 4-ვე ვედა შეისწავლა, შეიძლება არ იქნას აღიარებული უფლის ერთგულად. წმინდა ერთგული კი წარმოშობით შეიძლება მდაბიოთა ოჯახიდან იყოს, მაგრამ უფალმა მაინც აღიაროს იგი. შემდეგ უფალი ორივე ძმას მოეხვია და თავისი უმიზეზო წყალობით ლოტოსის ტერფებით შეეხო მათ თავებს. უფლის დალოცვის შემდეგ ძმებმა თავიანთი ლოცვანი აღუვლინეს მას. ლოცვებში ნათქვამი იყო, რომ უფალი შრი კრიშნა ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ თავად კრიშნაა, რომ მან ჩაიტანიას სახე და სხეულის ფერი მიიღო, რის გამოც გაურანგა ოქროსფერი ჰქვია და რომ იგი კრიშნას ყველაზე გულუხვი ინკარნაციაა, ვინაიდან კრიშნას სიყვარულს ავრცელებს. შრილა რუპა გოსვამი მოიყვანა აგრეთვე ლექსი, რომელიც მოგვიანებით აღმოჩნდა წიგნში გოვინდა ლილამრიტა. დაემივანდო შრი კრიშნა ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს ლოტოსის ტერფებს, რომელიც ღმრთების ყველაზე მოწყალე პიროვნებაა. იგი ათავისუფლებს უგუნურებაში ჩაფლულ სულებს და აძლევს მათ უმაღლეს საჩუქარს, კრიშნას სიყვარულს, რითაც სიგიჟემდე აწყურებს კრიშნას ცნობიერებას. ამის შემდეგ ვალაბჰა ფატამ უფალი განგის მეორე ნაპირას მიიწვია და უფალიც წავიდა. აქედან მოყოლებული რუპა გოსვამი მუდამ უფალს დაჰყვებოდა და არ შორდებოდა მას. რადგან ხალხმრავალ ადგილებში უფალი თავს უხერხულად გრძნობდა, მან რუპა გოსვამის განგის ნაპირას დაშაშვე მათჰა ქადად წოდებულ ადგილას გაყოლას თხოვა. 10 დღის განმავლობაში ასწავლიდა იგი რუპა გოსვამის ჭეშმარიტებას კრიშნას შესახებ, ერთგული სამსახურის პრინციპებს და ტრანსცენდენტულ ურთიერთობებს კრიშნასთან. ყველაფერი ეს დაწვრილებით იქნა აღწერილი, რათა მომავალში რუპა გოსვამის განევრცო მეცნიერება კრიშნას შესახებ თავის წიგნში ფაქტი რასამრიტა სინთუ, რომელშიაც იგი იხსენებს უფლის უმიზეზო წყალობას მასზე.
უზენაესი უფალი ცნობიერი და ყოვლისშემძლეა და თავისი უმიზეზო წყალობით ცოცხალ არსებას მისი წყალობის მიღების უნარს აძლევს. განპირობებული ცხოვრებით მოჯადოებულ ხალხს არ გააჩნია მიდრეკილება ერთგულის სამსახურისა და კრიშნას ცნობიერების განხორციელებისკენ. სინამდვილეში, ხალხის უმრავლესობა არ იცნობს კრიშნას ცნობიერების ძირითად სწავლებას, ღმრთების უზენაეს პიროვნებასთან ჩვენი მარადიული ურთიერთობისა და სიცოცხლის საბოლოო მიზნის შესახებ, რომელიც ღმრთებასთან დაბრუნებაში მდგომარეობს. ხალხმა არც ის პროცესი იცის, რომლითაც სულიერ სამყაროში დაბრუნება შეიძლება, რადგან ეს მნიშვნელოვანი საკითხები უცნობია განპირობებული სულისთვის, თავისი უმიზეზო წყალობით უფალმა ჩაიტანიამ ერთგული სამსახურის პრინციპები რუპა გოსვამის ასწავლა. მოგვიანებით, ხალხის საკეთილდღეოდ, რუპა გოსვამიმ განავრცო ეს ცოდნა ერთგული სამსახურის შესახებ. ბhakti rasamrita სინთუს შესავალში რუპა გოსვამიმ დაწერა შემდეგი რამ. მოწიწებით ვცემ თაყვანს ლოტოსის ტერფებს ღმრთების უზენაესი პიროვნებისა, რომელსაც ქვია უფალი ჩაიტანია დევა, რადგან მისი შთაგონების წყალობით გულში ერთგული სამსახურის შესახებ რაიმეს დაწერის სურვილი გამიჩნდა. ამიტომაც ვწერ ერთგულების მეცნიერების ამ წიგნს, რომელსაც ბhakti rasamrita სინთუ ჰქვია. როდესაც უფალმა ჩაიტანიამ რუპა გოსვამის დარიგება დაიწყო, პირველად ეს უთხრა: ძვირფასო რუპა, ერთგული სამსახურის მეცნიერება დიდ ოკეანეს გავს, ამიტომ მის მთელ სიგრძე-სიგანეს ვერ გიჩვენებ, მაგრამ ამ ოკეანის ბუნების ახსნას მისი წვეთის მაგალითზე შევეცდები. შენ იგებე მას და გაიგებ, რას წარმოადგენს სინამდვილეში ერთგული სამსახურის ოკეანე. შემდეგ უფალმა განმარტა, რომ ბრაჰმანდაში ანუ სამყაროში ურიცხვი ცოცხალი არსებაა, რომელიც თავისი კარმიული საქმიანობის გამო სიცოცხლის ერთი სახეობიდან მეორე სახეობაში, პლანეტიდან პლანეტაზე გადადის. მათი ტყვეობა მატერიალურ ყოფიერებაში უხსოვარი დროიდან მომდინარეობს. სინამდვილეში, ეს ცოცხალი არსებები უზენაესი სულის ატომარული განუყოფელი ნაწილაკები არიან. შრიმად ბჰაგავატამში ნათქვამია, რომ ინდივიდუალური სულის ზომები თმის წვერის დაახლოებით 1/1000 ნაწილს წარმოადგენს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იგი იმდენად მცირეა, რომ უხილავი გახლავთ. ეს შვეტაშვატარა უპანიშადშიც დადასტურებულია. შრიმად ბჰაგავატამის მე-10 სიმხარეში დიდი მსხვერპლშეწირვის ჩატარების შემდეგ 4 კუმარადან ერთ-ერთმა სანადანამ ასეთი რამ წარმოთქვა: ო უზენაესო ჭეშმარიტებავ, ცოცხალი არსებები უზენაესი სულის განუყოფელი ნაწილაკები რომ არ იყვნენ, ყოველი უმცირესი ნაწილაკი ყოვლის გამჭოლი იქნებოდა და არ დაემორჩილებოდა უმაღლესი ძალის განმგებლობას. მაგრამ თუ კი ცოცხალ არსებას უზენაესი უფლის უმცირეს განუყოფელ ნაწილაკად ვაღიარებთ, იგი თავისთავად მოექცევა უმაღლესი ენერგიის ან ძალის განმგებლობაში. უკანასკნელი დებულება მის ჭეშმარიტ კონსტიტუციურ მდგომარეობას გამოხატავს და თუ კი იგი ამ მდგომარეობაში დარჩება, სრულ თავისუფლებას მიაღწევს. თუ კი ცოცხალი არსება შეცდომით გაუტოლებს თავს ღმრთების უზენაეს პიროვნებას, შეიბილწება არადუალიზმის მოძღვრებით და ტრანსცენდენტულ ცხოვრებაში მისი მცდელობა ფუჭად ჩაივლის. უფალმა ჩაიტანიამ განავრცო შრიმად ბჰაგავატამის ეს მოძღვრება და აღნიშნა, რომ არსებობენ ორი სახის ცოცხალი არსებები: მარადიულად განთავისუფლებულნი და მარადიულად განპირობებულნი. მარადიულად განპირობებული ცოცხალი არსებები შეიძლება დაიყოფ ორ ჯგუფად: მოძრავები და უძრავები. არსებები, რომელთაც გადაადგილება არ შეუძლიათ, მაგალითად ხეები, ადგილს არ იცვლიან და უძრავ არსებათა ჯგუფს მიეკუთვნებიან. მათ კი, რომლებიც გადაადგილდებიან ფრინველებსა და მხეცებს, ეწოდებათ ჯანგამა, მოძრავი არსებები, რომლებიც შემდგომ 3 კატეგორიად იყოფიან.
ვინც ცაში დაფრინავენ, წყალში ცურავენ და მიწაზე დადიან. მრავალ მილიონობითა და მილიარდობით ცოცხალ არსებას შორის მხოლოდ მცირე ნაწილი მიეკუთვნება ადამიანებს. ადამიანთა ამ მცირე რიცხვში უმრავლესობას წარმოდგენა არ გააჩნია სულიერი ცხოვრების შესახებ, უწმინდური ჩვევები ახასიათებს და არ სწამს ღმრთების უზენაესი პიროვნების არსებობისა. მოკლედ რომ ვთქვათ, ადამიანთა უმრავლესობა ცხოველებივით ცხოვრობს. ამ დასკვნამდე მივალთ თუ კი გავითვალისწინებთ იმ ადამიანთა რიცხვს, რომელიც ადამიანურ ანუ ცივილიზებულ ცხოველებას ეწევა. ძალიან ძნელად აღმოაჩენთ რამდენიმე კაცს, რომელთაც სწამთ წმინდა წერილებისა და ღმერთის არსებობისა, ან და ამ შემთხვევაში სწორი ქცევისა, ვისაც ამ ფასეულების რწმენა აქვს, არიებად არიან წოდებული. ეს სიტყვა მიუთითებს მათზე, ვისაც სულიერ ცხოვრებაში წინსვლას სწამთ. იმ ადამიანებს შორის, რომელთაც წმინდა წერილების ფასეულობისა და ადამიანთა ცივილიზაციის განვითარების სწამთ, ორი კლასი არსებობს: ღვთისმოსავები და ბიწიერნი. ღვთისმოსავები, როგორც წესი, კარმიულ საქმიანობას ეწევიან, რათა გრძნობათა დაკმაყოფილებისთვის რაიმეს მიაღწიონ. უამრავ ასეთ ადამიანთა შორის, რომელიც გრძნობათა დაკმაყოფილებისთვის ღვთისმოსავ საქმიანობას ეწევა, მხოლოდ რამდენიმე შეიცნობს აბსოლუტურ ჭეშმარიტებას. მათ ეწოდებათ ჯნანები, ემპირიული ფილოსოფოსები. მრავალ ასობითა და ათასობით ასეთ ემპირიულ ფილოსოფოს შორის, მხოლოდ რამდენიმე აღწევს რეალურ განთავისუფლებას. განთავისუფლების მიღწევის შემდეგ, ადამიანი თეორიულად ხვდება, რომ ცოცხალი არსება მატერიალური ელემენტებისგან კი არ არის შემდგარი, არამედ მატერიისგან განსხვავებულ სულს წარმოადგენს. ამ მოძღვრების თეორიული გაგებისთვისაც კი ცოცხალ არსებას შეიძლება განთავისუფლებული ეწოდოს, მაგრამ ჭეშმარიტი მუქტა, ანუ განთავისუფლებული სული ისაა, ვისაც ესმის, რომ თავისი არსით უფლის მარადიული მსახურია. ასეთი განთავისუფლებული სულები რწმენითა და ერთგულებით ემსახურებიან უფალს და კრიშნა ფაქტები, ანუ კრიშნას ცნობიერი პიროვნებები ეწოდებათ. კრიშნა ფაქტები ბოლომდე განწმენდილი არიან მატერიალური სურვილებისგან. თეორიულად განთავისუფლებულ სულებს, რომელთაც იციან, რომ ცოცხალი არსება მატერიალური არ არის, შეიძლება მაინც გააჩნდეთ მატერიალური სურვილები, მაგრამ ისიც დასაშვებია, ტერმინოლოგიურად კლასიფიცირებულნი იქნან განთავისუფლებულ სულთა ჯგუფში. მათი მთავარი სურვილი ღმრთების უზენაეს პიროვნებასთან გაერთიანებაა. როგორც წესი, ასეთი პიროვნებები ძლიერ არიან მიჯაჭვული ვედურ რიტუალებსა და ღვთისმოსავ საქმიანობებს, რომელთაც ისინი მატერიალური კეთილდღეობით განცხრომის მიზნით ასრულებენ. ზოგიერთი მათგანი შეიძლება მატერიალურ სიამოვნებაზე მაღლა ავიდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში სულიერი სამყაროთი განცხრომას ცდილობს, რადგან უზენაესი უფლისყოფიერებაში ეფლობა. ზოგიერთ მათგანს იოგას გზით მისტიკური ძალების შეძენაც სურს. თუ კი გულში ასეთი სურვილები არსებობს, წმინდა ერთგულის სამსახურის ბუნების გაგება შეუძლებელი იქნება. სანამ ცოცხალ არსებას გამუდმებით ასეთი სურვილები აფორიაქებს, მას სიმშვიდე არ უწერია. მშვიდობა გამორიცხულია მატერიალური სრულყოფის მცირედი სურვილის არსებობის შემთხვევაშიც კი, რადგან უფალი კრიშნას ერთგულებს არ სურთ არაფერი მატერიალური, ისინი ერთადერთი მშვიდობიანი პიროვნებები არიან მატერიალურ სამყაროში. ეს დამტკიცებულია შრიმად ბჰაგავატამში. ო დიადო ბრძენო, მრავალ მილიონობით განთავისუფლებულ და მისტიკურ იოგაში წარმატებულ პიროვნებას შორის უაღრესად ძნელია იმის პოვნა, ვინც ღმრთების უზენაესი პიროვნებისთვის ბოლომდე თავდადებული და მშვიდობით აღსავსეა.